რამდენი ცხოვრების გზა არსებობს და მიზანი. რამდენი შესაძლებლობა გვაქვს ადამიანებს. რამდენს ვიყენებთ და რამდენს ვკარგავთ. ვკარგავთ, რადგან არის მომენტები, როდესაც გაჩერება უფრო ადვილია. მაგრამ მე და შეხომ ამ გზას არ ვარჩევთ. მწვერვალები. ჩემთვის საუკეთესო გამოხატულებაა მიზნისკენ სვლის. ყოველ ნაბიჯთან ერთად უფრო ძლიერდები. რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო ხვდები, რომ შენ მხოლოდ მწვერვალზე კი არ ახვედი, არამედ საკუთარ თავზე გაიმარჯვე. გზა მწვერვალებამდე ძალიან გრძელია. და მე რადგან საქვარ, მინდა რომ ეს გზა საკუთარი თვალით ვნახო. გავუსწორო თვალი იმ სირთულეებს, რაც წინ მოხდება. ვუყურებ მწვერვალებს, მაგრამ მათთან მისასვლელი გზა ჯერ ჩემთვის გაურკვევია. გამარჯობა, მე ვარ ანა და თქვენ უყურებთ Unknown Trails. ეს ვიდეო ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე რაღაც დაუწყია ნულიდან და ან ახლა იწყებს და რაღაც შიშები აქვს, რომ გონია რაღაც ვერ გამოუვა, რაღაც არ არის მისი კონკრეტული ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თასვლობაზეა ჩემი ვიდეოები, საერთოდ ნებისმიერ რაღაცას როცა ვიწყებთ ნულიდან, აზრი არ აქვს ეს გინდა თასვლობა იყოს, გინ ნებისმიერი სხვა ჰობი, რაც თქვენ გინდათ, თუნდაც კარიერული წინსვლა, ყოველთვის რა, როცა ვიწყებთ ნულიდან, გვაქვს ხოლმე რაღაც შიშები, რომ იქნებ ჩვენი არ არის, იქნებ საერთოდ არ გამოგვივა. აი ვხედავთ ამდე ხალხს, რომ გამოსდის და ჩვენ კიდევ ჯერ ძალიან ქვევით ვართ, ხო? რეალურად ეგ ფიქრები ძალიან ბუნებრივი არის და მეც მქონია, განსაკუთრებით, როცა სწორედ ეს კლაიმინგი დავიწყე. ძალიან არ მინდა, რომ ჩემი ნებისმიერი, რავი, რჩევა იქნება თუ დარიგება რაღაც ძალიან განზოგადებული იყოს. მე გაჩვენებთ უბრალოდ ერთ-ერთ გამოცდილებას, რომელიც დამწყებ თასვლს უწევს და არასდროს არ ვისაუბრებ რაღაცა ძალიან ისეთი, რომ რაღაცა ჭკუის დარიგების ხასიათი კონდეს, იმიტომ რომ არ მინდა, რომ ასე იყოს ჩემი ვიდეოები. როდესაც რაღაცას ვიწყებთ ნულიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ სანამ დაწყებამდე მივალთ, მთელი დიდი პროცესია, რომ აი თავარია დავიწყოთ. და დაწყების მომენტშიც ძალიან ხშირად ვერ ხვდებით ხოლმე ადამიანები იმ სირთულეს, რაც რეალურად ახასიათებს ამ თუ იმ სფეროს. და ყოველთვის, როდესაც პირველად ვაკეთებთ რაღაცას, აქტივობა იქნება ეს თუ რა, პირველადი რაღაც შეფასებით ვერ ვახერხებთ იმას, რომ რეალურად დავინახოთ თუ რას მოითხოვს ესა თუ ის სფერო. და ძალიან ხშირად ყოფილვართ ხოლმე, არ ვიცი თუ გიგრძნიათ, ძალიან ხშირად არის ხოლმე ეგ, რომ ადამიანები რაღაც ძალიან პატარას რაღაცას მიაღწევენ და ეგრევე აი ეს და ის გავაკეთე, ის გავაკეთე. რაც უკვე თავდაჯერებულობა იმდენად ემატებათ რა, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნურია, რომ როდესაც რეალურად უსწორებენ თვალს ამ სირთულეებს, აი სწორედ მაშინ ჩანს ეს დიდი დემოტივაცია, რომელსაც ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა გავუძლოთ. ჩემს შემთხვევაში, როცა დავიწყე კლაიმინგი და პირველ დღეს გაჩვენებთ, გართობა იყო ასე თუ ისე რა, იმიტომ რომ პირველად მოვსინჯე რაღაც, არც ვიცოდი რეალურად ტექნიკის შესახებ არაფერი, არც ვიცოდი შემდეგ განვითარება, პირველად რაც შემხვდა და ვნახავთ, მაინც, ოკეი, გავერთე. კაი, ეხა ამიხსენი ნოლიდან და როგორ? ეხლა ჩვენ მივართ კედელთან, სადაც ჩვენ გავაკეთებთ აი ესეთ გადატრავერსებას, თქვა მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხარეს. ტრავერსი რა არის? სიტყვა გამოიყენება როგორც მთაში, ასევე კლდეზეც გამოიყენება, კლდეზე ცოტვის დროს და ნიშნავს აი ალბათ გვერდულ გადასვლას. და ეხლა ეს არის ყველაზე დამწყები, ხო? ერთ-ერთი მარტივი მარშრუტია. არა, ვაგია. ძალიან მარტივიც არ არის, მაგრამ მარტივი მარშრუტია. მარტივი არის კი და აქედან იწყება. მაგრამ დამწყები მეკლდეურებისთვის და დამწყები თასველებისთვის მე მგონი კაი დასაწყისია, იმიტომ რომ ყველა მაგ დაიწყო და ყველა აქ ვარჯიშობს. თოთოში მთავარი არის
გამოიყენო 70% ფეხები და 30% ხელი. რომელი ფეხით ვიწყებ? ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური. შეიძლება მარჯვენაში დაიწყო, მაგრამ ჩემთვის უფრო აი მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი, პირობით ახერხებდა და მარცხენა ხელი. გადავდივარ მაღლა. დღეს ერთი მიკროფონი მე გავიყოთ როგორმე. აქ რო ამოხვალ, მე ქვემოთ დაიხედავ და დაინახავ ფეხის დასადგმელს რა. აქაც უნდა შეარჩიო ფეხი, რა თქმა უნდა. მიდი, ახლა შენ ჯერია. მე სად წავმეორე? ვერ მივხვდი სადმო წამოვიხო. მარცხენა ხელს დადგა მან სადაც მარცხენა. ხოდა ვერ ვხედავ საქმეც ეგა. ხოდა. კაი. ბრონ. ყურადღებას ნუ აფანტინებ. რა დროს ბრონი და შუშა. ვერ ხედავ რა ტასკს ვასრულ. მოკლედ, ჩემ ტანჯვას რომ არ გახურებინოთ, საკმარისად ვიტანჯე კადრს მიღმაც, დიდად ვერაფერი გამივიდა, მეტყობა რომ არ ვიცი საკუთარი სხეულის დაჭერა, არ შემიძლია, შენელებული ვარ და ნუ მოკლედ, ბევრი 1000 პრობლემა, რაც ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ დიდად ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ თან ძალიან ნერვები მეშება. ყველაზე რთულია. მართლა. რაც კი რამე გამიკეთები. თან არ დაგავიწყდეთ, რომ კადრში ბევრად უფრო მარტივი ჩანს, ვიდრე რეალურად, იმიტომ რომ იქ არ არის ყოველთვის კარგი მოსაჭიდი, ხან 2 თითით ვეჭიდები, ხან, რავი, 4-ით და ასე შემდეგ. ხან ცოტა გვერდულად გადამაქვს ხელი და მოკლედ ჰელი პროცესი არის, რომ რაღაცა ის შეისწავლო და რაღაც გამოგივიდეს. არა, ეხლა რა გააკეთე? მოხვედი, დადგი და გადახვედი უკან. ანუ ეს იგივე მოძრაობა, რასაც აკეთე. ვარჯიშს მერე გამტრიანებული და ნერვები მოშლილი. რატო ნერვები მოშლილი? არ ვიცი. რატო ყველაფერი კარგად გამოგივიდა? გამოგვივა. კი. დღეს თუ არა, ხვალ გამოგვივა. ბევრად უფრო ცუდ ხასიათზე წამოვიდოდი, რო არ გამეცნო ეს უმაგრესი ბავშვი. ეხა ეს მეჩვენება თუ მართლა ხდება. რამდენი წლის არის? 9. მე წავედი სახლში. მაგარი ბავშვი ხარ. რა ქვია? ალექსანდრა. და დიდი ხანია დაცოცაო? 2 წელია. ხე კამერას სად დავაყენე და ეხა ჩამომიტანს. ალექსანდრა ვილდოღონთ. ზეპირადიცი. ეს საყვარელია. ჩამომიგდე მე ეგრევე დავიჭე. დაიცადე? დაიღე. დაიჭე? ბავშვი და აი ჯანი. მაგარი ბიჭი ხარ. მეტო მე როდის გავაკეთებ ეგრე? სადაც გამოგვივა. როდის შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ გამოგივა. მოტივაციას მაძლევს ეს ბავშვი. ეხლა უყურე. აუ! მაუგლი. ამ დღემ ჩაიარა და რეალურად აი აქ ხდება უკვე თავარი სირთულეები, რაც მე პირადად შემხვდა ნებისმიერი საქმის დაწყებისას მართლა, როცა უკვე ხედავ, რომ არ არის მარტივი და კარგად იცით, რომ ალპინიზმი თასვლობა ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და მომზადებას და სიფრთხილეს. და როცა უკვე რეალურად დავინახე ეს, შევეჯახე იმას, რომ ყველაზე სუსტი ვარ იმ მომენტში. თუნდაც დავდივარ ბოტანიკურში, სადაც ხედავ, რომ რავი, აკეთებენ ძალიან მაგარ რაღაცებს და შენ ხარ ჯერ კი სადღაც დაბლა, რომელიც არაფერი არ შეუძლია. შეიძლება რაღაცა დემოტივაცია მოქცეს რა, რომ დაფიქრდე, რომ საერთოდ მინდა, არ მინდა, ან რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს, არ გამომდის და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერმა არ მომცა მაინც იმის საშუალება, რომ გავჩერდე. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვარჯიშობდი ასე თუ ისე სპორტულად, ესე სერიოზულად, როგორც აი თავი რომ დავიჩელენჯო და სირთულეებს მივწვდე, აქამდე დიდად თავს არ ვიწუხებდი ხოლმე ადრე რა. რამდენიმე წლის წინ და ეს ბოლო წლები უკვე რაღაცა სერიოზულ შედეგებს ვისახავ, ისევ და ისევ ჩემი თავისთვის. არ ვეჯიბრები არავის და არც არასდროს. და ხო, ესე რომ ვიჩელენჯებდი თავს, უკვე ხვდებოდი, რომ აი რაღაცა ლიმიტები თურმე იწევს უფრო რა. ეხლა დღეს რაღაც რო არ შემეძლო, რამდენიმე ხანში შემეძლო და ასე შემდეგ. მოვედი იქამდე, რომ დავანახო საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ ადრე რისიც მეშინოდა და რაც მეგონა შეუძლებელი, ეგ შევძლო.
რაღაცას რომ იწყებ, პირველივე დღეებში ძალიან რთულია რომ ის შედეგი მიიღო, რაც შენ გაქვს ჩაფიქრებული. ოდო შეო თუ გიმარტიდება, ეგსაკიდი იყო. არ არის პრობლემა. მეტიც შეიძლება გეგონოს რომ არანაირი წინსვლა არ გაქვს. მაგალითად მე ამას ძალიან ხშირად გრძნობ. წამოდი ახლა. ეხლა მაინც გამომივიდეს, არ შეიძლება. გადის დღეები, ვდებ ჩემი ენერგიის მაქსიმუმს, მაგრამ იმ შედეგზე, რაზეც ძალიან მინდა რომ გავიდე, ვერ გავდივარ. არ შემილია. რატო ხო გადმოხდა? იქ ვეღარ ჩავდივარ და იქ გადმოსვლას რა უნდა? ესე. თავი მიფარდა. ეხლა უნდა ჩავიდე ხა ქვევით. ეხლა გავიდე თუ გავჩერდე. აუ აქ ვერ ვხედავ. ხელის მოსხი. სად მოვიწი? თუმცა იმას მივხვდი, რომ ერთადერთი გზა მართლა ამ მიზნამდე არის, რომ რეგულარული ხასიათი მისცემ ყველაფერს, უბრალოდ დაიჯერო, რომ ადრე თუ გვიან გამოგივა და როგორც არ უნდა გამოგივიდეს, დღეს მთავარია რომ გააკეთო. დღეს ფანტასტიკური ამინდია, რომ კიდევ ერთხელ დაფეილდე. ძალიან დაცხა, ვიყიდე მაგნეზია და ეხლა უნდა წავიდე ისევ და ისევ სად თუ არა ბოტანიკურ ბაღში. და გაჩვენებთ კიდევ ერთ ჩემ დაფეილებულ დღეს. გუშინწი როგორ გიჭირდა, ხედავ მან გადასვლა, დღეს რა თავისუფლად გადადის. ხო, აი მაშინ ოდნავ ნაპრალში. მიდი. ნაპრალი მანდაც. მანდაც ხო რასა, ვერ გადადიოდი და ეხაც გადადიხარ თავისუფლად. უკვე კაი შემართებით ვარ, იმიტომ რომ ყველაზე ძიმე და სისუსტის კვირები გადავიარე და უკვე ცოტა პროგრესს რო ვხედავ, ამეც მუღამში შევედი. აი ეს ფეხსაცმელები არის ცოცვისთვის საჭირო, მართალია ჩემი ზომა არ არის ჯერ და ვერ გავედი რომ ვიყიდო, მაგრამ აუ არა. რაღაც რო არ გამომდის, მე ამ ფეხსაცმელს ვაბრალებ ხოლმე. ამიტომ ჯერჯერობით მაწყობს, რომ არასწორი ფეხსაცმელი მეწევს. ვარჯიშის გეგმას ხან კარგად ვასრულებდი, ხან ვერ, თუმცა მაინც ვცდილობდი, რომ უმიზეზოდ არ ჩამეგდო და ყოველთვის მოსულიყავი. ხე კიდე არავინ არ არის. ამას ქვია შემართება. როგორც იქნა, ამჯერად შევიძინე ჩემი ზომა კეტები და ეხლა უკვე ვერაფერს დავაბრალებ ჩემ შეცდომებს. ყველანაირად მზად ვარ. ნახეთ როგორი ჩანთა ქვია ხო? მაჩუკა, ტემდა პიკ ჯორჯი. მაგრამ ფერი შეეშალა. არანაირად. ეს დაამამაზი ფერია და შავ ფერს ჯობია. შავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე ის ძუნგლიანი უფრო მომწონს. ხო, არა შენ ძუნგლიანი გიჩენდი. ძალიან მომწონს. თქვენ ცხა მაგტონთ. კუდი. მოდი მითხარი დღეს რა უნდა გავაკეთოთ. დღეს უნდა შევაჯამოთ ჩემი ამდენი ხნის ვარჯიში და საერთოდ რამე გამომივიდოთ. უნდა გადავიდეთ და ახალი მონაკვეთი უნდა გავიაროთ. კუთხეს მერე გადადიხარ და მერე საბოლოოდ ვეცდები თუ აი ამ კუთხიდან დაიწყო და იქ დაამთავრე. წავედით. ეს ვინ მოვიდა? უკვე დავიმეგობრე, იმიტომ რომ სულ აქ არ მომდივარ და სულ მომყვება. ავაყენებ შენ გაწია კუდი. წესი ნომერი პირველი. ხელები. დავიმაგნეზიანოთ. წესი ნომერი მეორე. გახედოთ ფეხსაცმელებს. თუ მშრალია თავი გავანებოთ, წავუსვათ ცოტა მაგნეზია. წესი ნომერი მესამე. ვეცადოთ ტიტემ არ დაგვინახოს. თორე ეგრევე აღარ გამომივა არაფერი. რამე გამოგვივიდეს. ვერ ვჭედო. აი ვისაც ეს მარტივი გონიათ, ეხლა თუ უყურებთ ამ კადრებს, ხმა არ გამცეთ. ხმა არ გამცეთ. ეხლა გადავრჩი. დღეს საკმაოდ რთული დავალება.
მოხდა წილად, მაგრამ უკვე მეცხედავ რა პროგრესს და უკვე აღარ ბრაზდები ისე ძალიან რაღაცებზე საქამდე ბრაზდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მარტივიც ვერ გამომდიოდა, მაგრამ თავი ხო არ არის, თავი არის, რომ რაღაც გამოგივიდა საბოლოო ჯამში. რასაც მე ძალიან ვიცადე და დანარჩენი თქვენი შეაფასოთ. ოღონდ ეს თემა არ შემოფასოთ, ვინც უკვე ძალიან მაგრად ცოცავთ. ყურადღება. გახსოვთ, აი აქ რომ ტანჯულობდი წინა კადრებიდან. ეხლა მიყურეთ როგორ გადავფრინდები. ეხლა საცმელები შევიმოწმეს და წავედით. ეს ხარ ცოტა უენერგიოდ, გუშინ ძალიან გვიან მომიწია ვარჯიში და პლუს ცოტა გაცილებულებით ვარ. ნახოთ დღეს რა იქნება. როგორც ყველა ვარჯიშს, წებთ გახურებით. მე უკვე წინასწარ გავხურდი, ამიტომ დიდად შემგან ეს ტუთორიალი არ გამოდგება. და მე მოხდებით. მაგნეზია დაგჭირდება. ყապ. ესე ხო? შეგიძლია მიესალმო მოყურებელს. გამარჯობათ. ეს არის მაგნეზია, რაც მე ანას გადავეცი ახლა. ელჯით ვისურით. ხო, ალბათ. ამოვლება ხო არ იქნება. მაგნეზია ვისმოთ, ხო? ხელი გაგვიშროს და მეტად კაი მოჭიდება გქონდეს კლდის საჭიძზე. დღეს რას ვაკეთებთ? დღეს ტრავერსებს. გვერდულ გადასვლას. კი. შენ დღეს ახლა ესეც უნდა გააკეთო. ეს საშინელია. დაამთავრო. იმდენჯერ გავაკეთებ, სანამ არ გამომივა. რატო ვერ ვაკეთებ? პრობლემა ხო ჩემშია. მაიცოდე, ამაგაწო. ეხლა ამის შევჭამე შენი მაგას. ამ კედლის ჩამონგრევა მინდოდა, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გამომდიოდა და მეგონა რომ საერთოდ ვერ გამომივიდა. შემიძლია. და მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ეს დღე იყო ჩემთვის გადამწყვეტი და შემდეგ მოსვლაზე რაღაცნაირად მაინც გვერდი ავუარე ამას. კი, მოხსნი, მიდი. მიდი, წადე ახლა. აი ეგრე. ოჩახ, აი. всё, ეგ არის. შეცვალე ფეხები. აი ეგრე, ოჩახ. დავაი, ავიდა მარჯვენა ფეხი. აი კიდე მარჯვნივ. არ ვიცი თქვენ როგორ აფასებთ და როგორ თვალით უყურებთ ამ ყველაფერს და როგორი სირთულით, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, არ არის მარტივი და ალბათ ჯერ არ იქნება, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ბევრს შრომობ მართლა, ვარჯიშობ. ვცდილობ რომ ჩემ ცხოვრებას შევთავსო, იმიტომ რომ ძალიან მეხმარება რეალურად ცხოვრებაში, თუნდაც კარიერაში, რომ იქაურ სირთულებს მე ძალიან სხვანაირად ვუყურებ, რამე პირადად ასე ვარ. მაგიტომ დავდივარ ბუნებაშიც და ისეთ მარშრუტებზე, რომ რაღაც ხედის გამო და ფოტოს გამო მე არ მივდივარ მან საკუთარი თავის გამოცდილებისთვის მივდივარ და იმის შესახსენებლად რომ ცხოვრება ძალიან მაგარია, ბევრ რაღაცას დაძლევს ადამიანი თუ ძალიან მოინდომა და მეც ყოველ შემთხვევაში მაქვს ძალიან დიდი იმედი რომ ამას მოვახერხებ. მე ვფიქრობ რომ ამ რთულმა თვეებმა და განუწყვეტლივ ვარჯიშმა ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, ჯერ ფიზიკურობას რო თავი დავანებოთ, რომელიც რა თქმა უნდა მოქმედებს და ძალიან გვიცვლის კარგი შედეგისკენ მივყავართ. ყველაზე დიდი გავლენა მაინც ფსიქოლოგიურად მოახდინა. არ ვიცი მართლა რა სირთულე უნდა შემხვდეს, რომ ვერ დავძლევ. ანუ აი ესეთი მე პირადად ესეთი მიდგომა მაქვს რა ცხოვრების მიმართ. აქვე ფიქ ჯორჯიას მოვიკითხო. გამარჯობა. ძალიან დიდი დამსახურებაა ტიტესი, რომ დღეს ასეთ ფორმით წარვდგი თქვენ წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ რთული ვარჯიშები ვქონდა წინ, რაზდებოდი ხოლმე ჩემ თავზე რაღაცები, რომ არ გამომდიოდა და ვიდეოშიც კარგად ჩანს რაღაც კადრებში, მაგრამ დღეს ასე დალაგებულად ვარ უკვე და არ მეშინია არანაირი სირთულის.
ალბათ იმ თვეებმა, რაც მე უკვე გამოვიარე, ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საკუთარ გონებაშიც. რა დაგხვდება და როგორ დაგხვდება, უკვე ვინც მიყურებს, ერთად ვნახავთ. ამ ვიდეოთი შეიძლება ვერ მივწვდი საოცარ შედეგს, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 2 თვე გავიდა, მაგრამ ის, რომ სად ვიყავი და დღეს სად ვარ, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან დიდ პროგრესს ხედავ. და ეს პროგრესი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავნებდე. კი, არ გამომდიოდა რაღაცები, მაგრამ ვეჩალიჩე რომ გამოსულიყო. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა მიყურებს და რაიმეს გასაჭირში ან რაიმეს გონია, რომ რაღაც თავისი არ არის ეს საქმე, უბრალოდ უნდა დაიწყო რა. მეც მქონდა მარტო ვარჯიშზე არ, თუნდაც YouTube-ზე რო შემოვდიოდი, ყველაზე დიდი შიში მქონდა ალბათ კამერის წინაშე ყოფნის, არ ვიცი რატო, კომფორტს მიიღავს, მაგრამ ესე არა. რაღაცების დაჩალენჯება მიყვარს. საერთოდ არ არის ყველაფერი ძალიან perfect გამოგივიდეს. თავიდან ვერაფერი ვერ გამოგივა. უბრალოდ რეგულარულად ყოველ დღე ვაკეთოთ ის, რაც მიგვიყვანს ამ მიზნამდე. სხვანაირად არ არსებობს რა ესე. და ვიდეოს ბოლოში გიტოვებთ იმ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, რომელზეც აი ასე გავცემდი პასუხს. და მაინც რატომ მწვერვალები? ხშირად უკითხავთ. როგორ ახსნა, რომ მხოლოდ კილომეტრების გავლა არ არის? გადაშლილი ხედებიც მეორე ხარისხოვანია. სიმაღლეების აწევაც ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანია. და ის ღამეებიც, გაყინული მზის ამოსვლას რომ ელოდები. თუ რთული გასაგებია, რატომ ვთმობთ ხშირად კომფორტს? რატომ ვხარჯავთ ამ ხელა ენერგიას და საერთოდ რატომ მივიწევთ ჩვენივე მწვერვალებისკენ? მე ჩემ გზას გაჩვენებ. გზას, რომლის მიზანიც დავისახე. გზას, რომელსაც დავიჯერე რომ გავივლი და გზას, რომელსაც უკან მოვხედავად გავივლი. და შენი გზა როგორია? შენი მწვერვალებისკენ.